გათვალისწინებით. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში 30-ზე მეტი სტუმარი ჩამოვა, მათ შორის ბრისტოლის მერი. დღესასწაული 10-ვე რაიონში გაიმართება. ტრადიციულად გამოვლინდება საპატიო თბილისელი. წელს პირველად დაწესდა თბილისზე მზრუნველის ნომინაცია. დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ნომინაციაზე 10-ზე მეტი ადამიანია შერჩეული. თბილისის მერმა მთავრობის ხდომაზე ებრაელ ბიზნესმენებთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. შეთანხმება შედგა 5 პროექტზე, მათ შორის არის სასტუმროების მშენებლობა. წლევანდელი თბილისობა სხვებისგან განსხვავებული იქნება ასევე იმითაც, რომ ღვინის ტრადიციული ასე ვთქვათ გაყიდვის გარდა ფესტივალის სახეს მიიღებს და ღვინის ფესტივალი ჩატარდება. ღვინის სააგენტო და სომელიეთა ასოციაცია აქტიურად არიან ამაში ჩართულები ჩვენთან ერთად და უფრო ცივილური და უფრო მოწესრიგებული ფორმით ჩატარდება. უახლოეს დღეებში უკვე მე მგონი დღეიდან დაიწყებს შესაბამისი სარეკლამო კლიპი გასვლას სატელევიზიო ეთერებში, რომ საზოგადოებას ვამცნოთ რა ადგილას რა ღონისძიება ჩატარდება.